გეუბნებით, იმიტომ რომ ეს ჩემი საყვარელი პროფესიაა და სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ ვიცი ჟურნალისტიკის გარდა. 2008 წლიდან ამ პროფესიაში ვარ და ეს არ არის ჩემი სამსახური და ჟურნალისტიკა ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ვერანაირი ჰონორარის და ვერაფრის გამო ვერ შეძლებ რომ ამ პროფესიაში იყო. მთავარია სიყვარული და მე ეს პროფესია მიყვარს ყველაზე მეტად. არც გიფიქრია სხვა რამეზე? არა, მართლა არასდროს არ მიფიქრია. რაღაცნაირად ყველა ჟურნალისტის ისტორია ასე იწყება ხოლმე, რომ ბავშვობიდან რაღაც მიკროფონით დარბიან და ხო მეც მანდვარ, იმიტომ რომ არც მთელი ცხოვრება ბავშვობიდან ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყავი ეკრანზე. და არ ვიცოდი მაშინ. მაგის სურვილი ჰქონდა? კი, არ ვიცოდი რომ ამას ერქვა ჟურნალისტიკა და ნუ მე ხო, პრინციპში მართლა ეს ჩემი პროფესია და ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავია რა. პროფესიული ცხოვრების რაღაც ეტაპზე. აი როცა მიხვდი რომ ჟურნალისტობას ახლავს ბევრი საფრთხე, ნერვიულობა. შენს და შენ რამდენიმე კოლეგის შემთხვევაში ფიზიკური ზიანიც კი, ხო? კი. ყოფილა აი წუთი როცა გინანია არჩევანი. აი თუნდაც აი ასეთი სიტუაციების შემდეგ. იცით როგორ არის? არასდროს არ მინანია, გულწრფელად გეუბნებით, ჩემი არჩევანი, რომ მე დღეს ვარ ჟურნალისტი, არ მინანია. მართალი ხართ ამ ქვეყანაში. მით უმეტეს ბოლო წლებში საშიშია რომ იყო ჟურნალისტი, მაგრამ ჩემთვის мотиваციაა ეს ყველაფერი რა. პირიქით უფრო. ჩემს მართლა мотиваცია ახსენეთ, დაზიანება ხო ფიზიკური. ის რაც მაყურებელმა ნახა, ჩემთვის იმ მომენტში იყო მძიმე, იმიტომ რომ მე სადღაც დავეცი რა ძალიან ბევრი წელი ამ პროფესიაში ვარ, რაღაცნაირად ისე გამიმართლა, რომ ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ვარ და ჩემს ყველაზე მძიმე იყო, როდესაც გამოვხიზლდი იმის გაანალიზება, რომ რამდენიმე დღე შესაძლოა მე იმ ველზე ვეღარ იყო. ხო, ანუ მართლა ეგ იყო ჩემს ყველაზე დიდი შოკი და ყველაზე მეტად გაუბრაზდი მაგ ამბავზე, იმიტომ რომ მაყურებელს არ აინტერესებს მე რაღაცა დავეცი თუ რაღაც მომხდა, მაყურებელი ჩემგან ამბავს ელოდება ყოველთვის და იქ განვითარებულ პროცესებს და ჩემთვის იყო ეს დიდი სტრესი ოღონდ მაგ ნაწილში რა. რომ გამოაკლდები ამ კი, აუცილებლად და ვერ ვიქნებოდი ჩემს კოლეგებთან ერთად. მართლა უდიდესი სტრესი იყო ზუსტად ეგ. რაც შეეხება სინანულს, იცით რა მქონია, რომ აი რაღაც მომენტში რომ აი რაღაცა მომბეზრდა, მაგრამ ეს წამიერი ამბავი, ალბათ დავიღალე, ალბათ რაღაც, მაგრამ ეს წამიერი იყო და სინამდვილეში როცა მიფიქრია რომ რა შეიძლება გავაკეთო ეხა, რომ მე აღარ ვიყო ჟურნალისტი და არ ვიყო ველზე, ვერ წარმომიდგენი. სტუდიაშიც კი ჩემთვის არაკომფორტულია ყოფნა რა. იმიტომ რომ მე ქუჩის რეპორტიორი ვარ მაინც რა და მე მიყვარს ამბავი იქ სადაც ხდება იქ ყოფნა რა. შესაბამისად არ მინანია არასდროს. შენს პროფესიულ ამ ნაწილზე კიდე ბევრს ვისაუბრებ და მოდი ცოტა უკან დავბრუნდეთ. მომიყევი მეც და მაყურებელსაც, როგორ მოხდი საერთოდ ამ პროფესიას, რა ასაკიდან მიხვდი რომ აი ჟურნალისტობა გინდოდა, რითი გამოიხატებოდა ეს? იცით რა, მე ტელევიზიაში და მაშინ რუსთავიორში მოვხვდი პირდაპირ ჭიათურიდან რა, ანუ სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში და ესე სტაჟირებაზე მივედი ტელეკომპანია რუსთავიორში. და იცით როგორ იყო, აი რუსთავიორის ნიუსრუმში რომ შევედი, ვნახე ადამიანები, ვისაც მთელი ცხოვრება ვუყურებდი ეკრანზე და ეს იყო რაღაც რუსთავიორმა მომცა ძალიან ბევრი რაღაც ტელევიზიამ, სადაც გავიზარდა, სადაც ვისწავლე ძალიან ბევრი რამ და პრინციპში ჩემი პროფესიული ნაბიჯები ყველა ეტაპი გავიარე. ბევრი წლის განმავლობაში ვიყავი სტაჟიორი, საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ეს იყო ადგილი, სადაც მე ჩემს ყველაზე დიდი კომფორტის ზონა იყო რა. შესაბამისად პროფესიაში მოვხვდი 2008 წელს, ესე უნივერსიტეტის პირველი კურსიდან. ძალიან ბევრი ბავშვი მივედით სტაჟირებაზე კურიერში, რომელიც მაშინ მონსტრების კორპორაცია იყო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყველა მაგარი ჟურნალისტი ვინც იყო, იქ იყო და მე ვიყავი სტაჟიორი, რომელიც სხვა შორის თავიდან პირველად წავედი გადაღებაზე რაღაც წიგნის პრეზენტაციაზე და აი ეს პირველი გადაღება ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ დედაჩემს დავურეკე, რომ ეხლა რა შეიძლება ვკითხო წიგნის ავტორს და ანუ ძალიან ნერვიულობდი. მაგრამ ხო, პირველი ნაბიჯები ესე ჩემი იყო რუსთავიორი და ნუ ეხლა ტევე პირველი ეს ჩემი მეორე სამსახურია.
ჩართვა გახსოვს პირველი პირდაპირ ეთერში. იცით როგორ მახსოვს რომ როდეს კურიერში რუსთავიორში ჩართვაზე რომ დამდგარიყავი ეს იყო როგორი ამბავი იცით რომ მანამდე მე ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე პირველი გადაღება პირველად ხმის დადება რეპორტაჟზე პირველი რეპორტაჟი ჯერ 6 საათიან გამოშვებაში შემდეგ 9-ში და ნუ ეს ეტაპები ბევრი წლის განმავლობაში მე გავიარე და ნუ უნდა მიგეღწია იქამდე. უნდა მიმეღწია იქამდე რომ მე ჩართვა მქონოდა და მივახცია მითხრეს წინა დღეს და ანუ ეხა ძალიან მეცინება მაგრამ მახსოვს რომ რამდენიმე პიჯაკი ვიყიდე ანუ ძალიან საგანგებოდ მოვემზადე ამ ჩართვისთვის ვიმეცადინე თემაც მახსოვს და როდესაც ჩართვაზე დავდექი ის ჩართვა კარგად გავიარე რა ოპერატორი დამეხმარა ძალიან მაგრამ მახსოვს რომ ჩართვის მერე აი იმდენად ვინერვიულე რომ აი რამდენიმე წუთი მართლა უმოქმედო ვიყავი რომ ღმერთო მე ეს შევძელი რა ხო და ძალიან ცოტა შოკი ხო? კი შოკი სტრესი მაგრამ ხო რაღაცნაირი გამარჯვება რომ კი მაინც მოახერხე და შეძელი რაღაც კრიმინალის გაშუქება შენი სურვილი იყო თუ მერე თავისი დალაგდა ეს? იცით რა ყოველთვის მაინტერესებდა და დღემდე ეს არის ჩემი ფავორიტი სფერო რა მე კრიმინალის რეპორტიორი ვარ უკვე ბევრი წელია და ოღონდ ყოველთვის მაინტერესებს იგივე სისხლის სამართლის საქმის მასალები. ყოველთვის ვცდილობ, რომ ბოლომდე წავიკითხო და დღემდე ჩემი ავტომობილი სავსეა ამ ტომებით. კრიმინალის გაშუქება დავიწყე იმ ტელევიზიიდან, სადაც მე ვმუშაობდი და პრინციპში ძალიან ბევრი წელია ვაშუქებ კრიმინალს და მგონია რომ ეს არის ყველაზე საინტერესო სფერო. მე არ შემიძლია რომ წავიდე პარლამენტში ყოველდღიურად და ვიმუშაო. არ არის ჩემთვის კომფორტი. არ გაინტერესებს? მართლა არ მაინტერესებს. კი, სხვათა შორის 2008 წლიდან ამ პროფესიაში ვარ და ალბათ დაახლოებით 6 ჯერ ვარ პარლამენტში დამყოფი და ბოლოს როდესაც ვიყავი დამასანქცირა სოზარ სუბარმა რა და კიდე ალბათ 5 წელი არ მივალ და იფიქრა რომ ძალიან რა ჩაიდინე? არ ვიცი, შეკითხვა დავუსვი, რომელიც არ მოეწონა ალბათ და შესაბამისად კრიმინალი არის ჩემი სფერო, რომელიც ძალიან მიყვარს და კრიმინალზე სხვანაირად მუშაობა ჭირდება კრიმინალს და სხვა შორის ნერვებიც და ემოციაც და ასე შემდეგ. დიდ კვალს ტოვებს. და როგორ უმკლავდები ამას? ემოციურად რომ მოქმედებს ეს. იცით რა არის ჩვენ ჟურნალისტებს, როდესაც ეკრანზე გვიყურებენ ხოლმე ადამიანები, ხშირად ფიქრობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ემოციების გამოხატვის უფლება რა პირდაპირ ეთერში. და ალბათ ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები წერენ იგივე სოციალურ ქსელში რომ აი შოუს მაყურებლები და ასე შემდეგ. რეალურად ჩვენ ადამიანებს ამბავს ვუყვებით და ასევე ბეწვის ხიდზე გვიწევს. გავლა რომ რა ემოცია არ გადასცე. კი, შენი ემოცია არ გადასცე და რა დოზით შეიძლება გადასცე ამბავი, როცა ამ სფეროში მუშაობ, მაყურებელს რომ არ დააზიანო ვიღაცის ინტერესები რა. შესაბამისად, გარდა ამისა არის უდიდესი ემოცია. მე მაგალითად მახსოვს ყველა მკვლელობა, რაც გადამიღია, ყველა შემთხვევის ადგილი, სადაც ყოფილვარ და ასეთი ყოფილა მართლა ასობით. შესაბამისად, ის ემოციები, რასაც ჩვენ ადგილზე განვიცდით, თუნდაც პირდაპირ ჩართვამდე, თუნდაც რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე ეს რჩება ჩვენთან რა, რჩება ჩვენს პროდიუსერებთან და ასე შემდეგ. და ფილტრი გვაქვს რა ერთგვარი, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს მაყურებელმა დაინახოს, მაგრამ სადღაც რჩება. დღემდე მახსოვს რამდენიმე უმძიმესი ამბავი, რომელიც გამიშუქებია და შესაბამისად ეს ყოველთვის რჩება ჩვენთან და არსად არ მიდის. ჩვენც ადამიანები ვართ, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ზოგიერთებისთვის, გვაქვს ემოციები რა. შენს პირად არქივში არსებობს ისეთი სიუჟეტი შენივე გაკეთებული რეპორტაჟი, რომელსაც რაღაცა ემოციური გარდამტეხის გავლენა მოუხდენია, როგორც ადამიანზე. კი, იცით რა არის, ბევრია ასეთი რეპორტაჟი, იმიტომ რომ მე ძირითადად მიწევს შეხება მძიმე ამბებთან რა. ეს არის ადამიანური ტრაგედიები, იგივე ძალადობრივი დანაშაული და ასე შემდეგ. ასეთი არის ბევრი, მაგრამ სხვა შორის მახსენდება ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც
პატარა რაღაც აფეთქება მოხდა, როდესაც პატარა ბავშვი გარდაიცვალა, მე ვიცოდი ეს ამბავი უკვე და ეთერში ვერაფრით ვერ მოვყევი რა. ემოციურად. ანუ მართლა ვერ შევძელი. 6 წლის ბავშვი იყო და ვერაფრით ვერ შევძელი, რომ მე ეს ეთერში მომეყოლა და კიდევ იყო ერთი ამბავი, როდესაც მკვლელობა მოხდა თბილისის ერთ-ერთ უბანში, არ დავაკონკრეტებ და მე წყარო მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული იყო დედა. და რამდენიმე საათის განმავლობაში მე ეს ამბავი ვერ მოვყევი ეთერში, სანამ დაზუსტებით ოფიციალურად მიუხედავთ იმისა, რომ ძალიან სანდო წყაროები გვიყვებოდნენ ამბავს, უბრალოდ ვერ შევძელი, რომ ეს ყველაფერი ეთერში მომეყოლა. შესაბამისად, ეს ამბები არა მარტო პირად, ეს არ არის არქივი რა, ეს არის ემოციები, რომელიც ჩვენში ყოველთვის არსებობს. და ილექება და რჩება და განიცდის. და არსად არ მიდის, მაგრამ ესეც ჩვენი არჩევანია და შესაბამისად ცხოვრობთ აი ამ ყველაფერთან ერთად. დასაწყისში ვინ იყო შენი პროფესიული ავტორიტეტი? თუ ყავდა ესეთი? იცით რა არის? ესა გამორჩეულად არ შემიძლია რომ გითხრათ. მე მომწონდა ეს პროფესია, მომწონდა, ჩემთვის ავტორიტეტები იყვნენ ქუჩის რეპორტიორები. მე ანუ ყველა მიცის და ეხლაც არ უმალავ რა. ჩემთვის ჟურნალისტიკა არის ახალი ამბები რა, ძალიან მიყვარს. ეპიცენტრი. კი, ჩემთვის პროფესიული ბედნიერება და პროფესიული მთავარი მოედანი არის ველი, სადაც ხდება ამბავი რა. შესაბამისად, მე დღემდე ვთვლი, რომ ქუჩის რეპორტიორი ვარ და ვერ წარმომიდგენია, რომ და რაღაცნაირად კიდევ ერთხელ გეუბნებით გამიმართლა, რომ ამ ქვეყანაში ბოლო ბევრი წლის განმავლობაში რაც მომხდარა, ყოველთვის ეპიცენტრში ვდგავარ. შესაბამისად, ქუჩის რეპორტიორები, ის ადამიანები, ვინც შემთხვევის ადგილზე იდგნენ, მუშაობდნენ, ჩემთვის იყვნენ ავტორიტეტები, მისაბაძები და ყოველთვის მომწონდა მათი მუშაობა და მინდოდა, რომ მეც იქ ვმდგარიყავი. თუმცა საგამოძიებო ჟურნალისტიკაშიც აქტიურად ხარ და მაინტერესებს რა ხიბლი აქვს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხო, აი ეს იცით რა არის? ეს არის უფრო საგამოძიებო ჟურნალისტიკა და შაბათი ჩემთვის არის საერთოდ სხვა გამოწვევა, სადაც სხვათა შორის პროფესიულად ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და აი გადავაფასე წეღან რომ მკითხეთ. აქ იცით რა, როდესაც მუშაობ საინფორმაციო გამოშვებაში და 30 წამი შენთვის უდიდესი დროა იმისთვის რომ მოემზადო და ახალი ამბავი მოუყვე მაყურებელს. საგამოძიებო ჟურნალისტიკა საერთოდ სხვა ამბავი. აქ დრო გაქვს, შეგიძლია რომ რაღაცეები გაანალიზო, მაგრამ მუშაობ ბევრად მეც. კიდევ გეუბნებით, რომ ჩვენ მთელი გუნდი მართლა დღეების და საათების და გათენებული ღამეების ხარჯზე ვკითხულობთ დოკუმენტებს, ვკითხულობთ სისხლის სამართლის საქმეებს, ვეძებთ ადამიანებს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამას უდიდესი ინტერესით ვაკეთებთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ გიყვარს ეს პროფესია, უბრალოდ შანსი არ არსებობს რომ ეს გააკეთო და ეს აიღო საკუთარ თავზე რა, გამორიცხული ამბავია. რა თქმა უნდა, ალბათ ნებისმიერ პროფესიაში ეგრეა რა, სიყვარული, მაგრამ ამ პროფესიას იმდენი რისკი ახლავს. ხო, თან ალბათ ნამდვილად აი მანიაკალური სიყვარული გჭირდება. ხო, მე მგონია რომ ამ პროფესიას ჭირდება მართლა უსაზღვრო სიყვარული და სხვა ვერაფერი ვერ წონის იმ შრომას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად უბრალოდ ვერაფერი ვერ გადაწონის. საკმაოდ მაღალი რისკის ფასად გიწევს კომენტარების მოპოვება, კადრის გადაღება, პროფესიულ საქმიანობის გატარება. მაინტერესებს შიში თუ გაგჩენია როდეს ისე შენთვის გულში? ძალიან გულწრფელად გეტყვით. არასდროს არ მქონდა ეგ შიში. მაგრამ ბოლო პერიოდში გეტყვით რისი შიში გამიჩნდა. ის რომ მე პირადად ვინმე რამეს და არა. უბრალოდ ოპერატორს მე მარტო არ ვტოვებ ველზე. ტერიტორიას ვათვალიერებ, რომ
ვაკონტროლო, რომ მას ვინმემ რამე არ დაუშავს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჩვენზე ძალადობას მწვანე შუქი აქვს ანთებული. შესაბამისად, ზუსტად ეს გახდა საშიში. ჩვენ არა მარტო აქციებზე გვარბევენ, ასე ვთქვათ, და სამიზნეები მხოლოდ აქციებზე არ ვართ. ჩვენ სამიზნეები ვართ ნებისმიერ დროს, როდესაც ქუჩაში უბრალოდ გადაღებაზე გავდივართ და კვირის რეპორტაჟზე ვმუშაობთ რა. იმიტომ რომ ეს ტიტუშკები ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ბანდა ძალადობრივი ამ ქალაქში დადის და შესაბამისად მათთვის არის მწვანე შუქი აქვთ, რომ ჩვენ რაღაც დაგვიშავნ და თან დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, რა მათ იციან რომ ჩვენზე ძალადობის გამო არავინ არ დასჭის. შესაბამისად, მე მივხვდი ბოლო პერიოდში, რომ აი ეგ გადაღებაზე რომ გავდივარ, ვიცი რომ ოპერატორი არ უნდა დავტოვო მარტო. ჩვენ მქონია შემთხვევა ესე მუქარა, სადღაც კონკრეტულ უბანში, სადღაც გადაღებაზე ვყოფილ ვართ და ვიღაც ტიტუშკა მოსულა და ან შეურაცხყოფა მოუყენებია და ასე შემდეგ და ეს შენი ჩხუბიც გვინახავს. კი, ნახავდით. ხშირად ისეც რომ ეთერში მაყურებენ, არ უნდა ნახოს, მაგრამ მე არ მგონია რომ იგივე ქართული ოცნების დეპუტატებისგან უნდა მივიღო შეურაცხყოფა. მართლა არ ვფიქრობ ეგრე და ყოველთვის ვპასუხობ მათ და არ ვიღებ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ ნებისმიერი ადამიანისგან, მაგრამ შეურაცხყოფას არ მივიღებ და შესაბამისად ჩემ ჩხუბს დიახ ნახავდით ხშირად. ანუ ის რომ არ უნდა შეეტყოს თქვა თავისი ემოცია ჟურნალისტი თუ გაბრაზდი? კი, არა, თუ გაუბრაზდი, გარდა მე პირველ რიგში ჟურნალისტის გარდა პროფესიული თავმოყვარეობა მაქვს და ისედაც თავმოყვარე ადამიანი ვარ და ის რასაც არ ვიმსახურებ, ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს ჩვენ გვესხმიან არა მხოლოდ პროფესიული ნიშნით, ისინი შეურაცხყოფაზე გადმოდიან პირდაპირ და უმძიმესი ბრალდებებით და მე არ ვფიქრობ, რომ უნდა მივიღო ეს შეურაცხყოფა და უნდა ავიტანო. მართლა არ ვფიქრობ რა. მე ყოველთვის მაქვს პასუხი, იმიტომ რომ ვიღაცა თუ დამიძახებს პარტიულს, მე არ ვარ პარტიული, მე მიყვარს ჩემი პროფესია და ვაკეთებ ჩემს საქმეს. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ მათ არ უნდა ვუპასუხო, იმიტომ რომ მაქვს ეს პროფესიული თავმოყვარეობა და არ ვფიქრობ, რომ ვიღაცამ უნდა მამეცადინოს ზემოდან, რომ მე რაღაცა რადიკალი, უსამშობლო, უღმერთო და ასე შემდეგ. თავის დაცვაც გადასარევად უნდა. აუცილებლად და ეს აუცილებელიც არის ჩემი აზრით. მარიამ, გადასაღებ მოედანზე როცა ხარ, მუშაობ პროფესიულად, მიყვები სტანდარტს. კი. თუ ებრძვი უსამართლობას და იბრძვი სამართლიანობისთვის? იცით როგორ არის? პროფესიულ სტანდარტებს ჩვენ ვიცავთ. უბრალოდ ამ ქვეყანაში ჩვენ აღარ გვიცავს არანაირი პროფესიული სტანდარტი. ჟურნალისტი ხელშეუხებელია, ხო, ომშიც და ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ამ ქვეყანაში ეგრე არ არის სამწუხაროდ, ხო, პირდაპირ ეთერში ვნახეთ ჩვენ ჩემი კოლეგებზე თავდასხმა და თან მიზანმიმართული, ხო? პირდაპირ ეთერში ვნახეთ და ამ ქვეყანაში არავინ არ იცავს ამ სტანდარტს და კიდევ ერთი რამ, მე ჩემს პროფესიულ ღირსებას და სტანდარტს ვიცავ, მაგრამ იცით რა არის? მე არ მინდა რომ ვიცხოვრო რუსეთში რა და მე პირდაპირ ვამბობ, მე გულშემატკივრობ იმ ადამიანებს, ვინც დგას აქციაზე და ვინც იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის. შესაბამისად, კი, მე მინდა რომ ვიყო იმ ადამიანებთან ერთად ვისაც უნდა რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს მართლა ევროკავშირში და არა გროზნოში რა. შესაბამისად, წესებს არ ღვევენ ისინი, როდესაც ჩვენ თავს გვესხმიან და ჩვენს რა პირობებში ვმუშაობთ, იცით ხომ? ჩვენი მთავარი იარაღი არის მიკროფონი, რომელსაც კი ვცდილობთ, რომ ამ ადამიანების ხმა როგორმე მივაწვდინოთ ადამიანებს რა და დავეხმაროთ მათ უბრალოდ რა. შესაბამისად, წესების დარღვევა გვიწევს ხოლმე, მაგრამ მთავარია მაყურებელი არ მოვატყუოთ და მაყურებელი მე არასოდეს არ მომიტყუები. შეცდომები დამიშვია, მიღიარებია, ალბათ კიდევ დავუშვებ, კრიტიკაც მიმიღია, მაგრამ მე მიზანმიმართულად ჩემი მაყურებელი არასოდეს არ მომიტყუებია და არც მოვატყუებ რა. სადღაც დასაწყისში წარმოგედგინა, რომ მომავალში ბრძოლაში აღმოჩნდებოდი. შენი პროფესიით? არა. არა ხო? მართლა არ წარმომედგინა. ისიც არ წარმომედგინა, რომ რაღაცა იავარდით მოფენილია ჟურნალისტების ცხოვრება, მაგრამ მანუ არ წარმომედგინა და ახლა ეს არის ბრძოლა. აი ჩემთვის
ძალიან გადამწყვეტი იყო, იგივე იცით როგორ არის, მე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდი და მაშინაც როგორ არ ხდებოდა რაღაცები, მაგრამ ახლა დემონსტრაციული ძალადობა ხდებოდა ჩვენთან კამერების, ჩართული კამერების პირისპირ და ეს ყველაზე საშიში ამბავი. ანუ მათ იცოდნენ, რომ მათ არავინ არ დასჯიდა ჩვენზე ძალადობის გამო. ჩემს უკიდურესად გადამწყვეტი იყო გურამ როგავას და მაკა ჩიხლაძის ამბავი. მაკა ჩიხლაძის ამბავი მოხდა მაშინ, როდესაც მე 7 ნაკერით სახლში ვიწექი და იმ დღეს ავდექი პირველად, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იმდენად მძიმე ამბავი იყო და მაშინ ჩვენ ვიცით ის ადამიანები, ვინც მაკას თავს დაესხა, ქუჩაში ხვდებიან ეს ადამიანები, იცით? მაგრამ საგამოძიებო უწყება ამ ადამიანების ვინაობას ვერ ადგენს. მაგრამ ჩვენ ხვდებით ამ ადამიანებს. შესაბამისად, აი ეს ბრძოლაში ვიქნებოდით თუ არა, როდესაც მეკითხებით, აი ასეთ ბრძოლას ვერ წარმოვიდგენდი. შესაბამისად, ხო, შიშისაც ესვაც ხდება ცხადია ამ შემთხვევაში. და ჩვენ ვხედავთ ყოველ დღე, რომ უფრო და უფრო ნაკლები სააგენტო ტელევიზია და ასე შემდეგ რჩება ამ ქვეყანაში, ხო? ყოველ დღე ვხედავთ, რომ ჟურნალისტი წავიდა ემიგრაციაში, ჟურნალისტი წავიდა პროფესიიდან. იმიტომ კი არა, შიშის ფაქტორის გარდა უბრალოდ არსებობა არის ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც ამ პროფესიაში ხარ ისე მოგუდეს გადარჩენისთვის ყველაფერი. კი ბატონო, შესაბამისად ხო, არის შიშიც დათესეს ადამიანებს და მე საერთოდ ვერ ვამტყუნებ ამ ადამიანებს რა. უბრალოდ ჩემთვის ეს ყველაფერი არის დამატებითი мотиваცია რაღაცნაირად რა. დამატებითი мотиваცია რომ არ წავიდე იქედან, საიდანაც უნდათ რომ ანუ მათ ხო ყველაზე მეტად უნდათ რომ ჩვენ აღარ ვარსებობდეთ რა. ხო და შესაბამისად არაძლევ ამის არა, მართლა мотиваციაა ჩემთვის რომ ვიყო იქ სადაც ნერვებს ვუშლი. კრიტიკული მედიის არსზე რომ ითხრა ესეთ სიტუაციაში. აუ ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. იცით რა არის? აი ეს ტერიტორია TV პირველი, იგივე ჩემი სხვა პლატფორმებით, სხვა ტელევიზიები, ჩვენ ყოველ დღე გადარჩენისთვის ვიბრძვით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, რომ ამ კორპორაციებში მუშაობენ ადამიანები, ვისაც ზუსტად გაცნობიერებული აქვს, რომ ამ ქვეყნისთვის აი მსგავსი მედიის, კრიტიკული მედიის და არა ქართული ოცნების მორჩილი მედიის არსებობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ერთ დღეს შესაძლოა ვერაფერი ვერ გავიგოთ რა ხდება ამ ქვეყანაში, ან გავიგოთ ისე რომ სოზარ სუბარი ვიღაცა მართლა ჩათვალოს ირაკლი კობახიძის ოპონენტად, რაც ხდება პროპაგანდისტულ არხებზე, ხო? ანუ რეალობის მოდელირება ხდება ყოველ დღე რა და ჩვენ იმ ძალიან შეზღუდული რესურსით, რაც გვაქვს, მაინც ვცდილობთ რომ ვიყოთ ყველგან ვერ მივდივართ ფიზიკურად, მაგრამ უმნიშვნელოვანესია რომ აი ეს რაღაცა ბოლო შუქი არ ჩაქრეს ამ ქვეყანაში. და აი ამ დამძიმებულ გარემოში არსებობს შაბათი. მედარა შვება როცა სისტემა ცდილობს რომ შენს წინააღმდეგ კომპრომატი იყოს შენი საყვარელი ადამიანი რისთვის ემზადები შენი ტყვი თუ მე ვთქვა ეს უკვე შანტაჟია შაბათი რა არის ის თავარი რაზეც დგას შაბათის ეთერი აუ ძალიან პირდაპირ გეტყვით რა შაბათი არის ჩემი საყვარელი გადაცემა. იმიტომ რომ შაბათი ჩემთვის არ არის სამსახური რა. შაბათი არის ჩვენთვის, წარმოიდგინეთ, იმაზე მეტ დროს ვატარებ შაბათის ოთახში, ვიდრე სახლში. ოჯახია ფაქტიურად. კი, ოჯახია, ნამდვილად ოჯახია, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ყველა ამბავი ვიცით, ერთმანეთის ყველა პრობლემას განვიცდით და შაბათი არ არის არც ერთისთვის, კი ზოგჯერ ნერვები გვეშლება, იმიტომ რომ ღამესაც ვათენებთ, არ გვძინავს და ასე შემდეგ, მაგრამ შაბათი ჩვენთვის არის მოკლედ ეს არის გუნდი, რომელმაც მართლა საერთოდ ყველაფერს გაუძლო რა რაღაცნაირად და თან მყავს მელაძე რა, რომელიც არის ჩემთვის მაგალითად ამ ტელევიზიაში ყოფნის თავარი ამბავი, იმიტომ რომ ის არის რაღაცნაირი ფარია ჩვენი რა ყოველთვის. იმიტომ რომ პირველ დარტყმას იღებს ის.
მე როდესაც ველზე ვარ, ვიცი რომ რაღაც თუ შემეშლება ის დამაზღვევს რა და რაღაცნაირი იმედია ყოველთვის ჩემთვის და პრინციპში ვერც ვიმუშავებდი ადამიანთან, ვისი იმედიც არ მაქვს, ხო? რა თქმა უნდა. შესაბამისად, შაბათი არის მელაძე და არის ოჯახია ჩვენთვის რა, ჩვენ მართლაც ყოველთვის მე ყოველთვის ძალიან ნერვიულობ. აი რო იწყება, ის უმეშინია რა. რატომ? ინფორმაციების მეშინია. მე იმედია თავხედობაში არავინ არ ჩამithვლის, მაგრამ მე მგონია რომ ამ ქვეყანაში საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დაამკვიდრა საერთოდ სხვა სტანდარტი შაბათის ეთერმა და ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ ვერავინ ვერ წარმოიდგენს ეს რამხელა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან რა. ჩვენც კრიტიკულად ვუყურებთ, ჩვენც გვეშლება, კრიტიკულად ვუყურებთ ჩვენს რეპორტაჟებსაც, შემდეგ მუშაობის დროსაც, მაგრამ შაბათი ამ ქვეყანას ჩემი აზრით ჭირდება აუცილებლად. რა შეგრძნება, როცა იცი რომ უამრავი ადამიანი ელოდება რა სიტყვი, შენი ჯერა ხო, ეს შეგრძნებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. და ყველაზე დიდი ჯილდოა, იცით? ანუ მაყურებლის სიყვარული არის და ნდობა. როდესაც გენდობიან, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო ამ პროფესიაში. და მე რაღაცნაირად და ჩვენ ეს ჯილდო რაღაცნაირად გვერგო და ეს მე უკიდურესად ვაფასებ. ამას, იმიტომ რომ მე ვხვდები, რომ ადამიანებს ჩვენი ჯერათ, ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ. ადამიანების ცხოვრება შეუცვლია ჩვენს რეპორტაჟებს და ეს ყველაზე მაგარი შეგრძნება. ადამიანები გელოდებიან და ჭირდებიან. ადამიანები გელოდებიან და ჭირდებიან. შიდა კონკურენცია გააქვთ? იცით რა არის, თქვენ აი მართლა გულწრფელად გეუბნები, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩვენ როგორ გვიხარია, ჩვენ ხო ვიცით ვინ რეპორტაჟზე ვმუშაობთ და ვერ წარმოიდგენთ, რომ ვიღაც რესპონდენტს, როდესაც დღეების განმავლობაში ველოდებით და გამოიჭირა რომელიმემ და აი ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა, ანუ ძალიან გვიხარია და ძალიან გულშემატკივრობთ ერთმანეთს. შაბათის ეთერი იმიტომ არის გამორჩეული, კონკურენცია როგორ არ არსებობს. არა, ჯანსაღ კონკურენციას გულისხმობ. კი, ამას ვამბობ, მაგრამ შიგნით არა, ეს არის გუნდი. ზუსტად ამის თქმა მინდა, რომ ჩვენ ერთმანეთის ინტერვიუებზეც დავრბივართ და არა აქვს აქ განსხვავება ავტორში მარიამ გაფრინდაშვილი აწერია თუ თამთა დოლენჯაშვილი. ერთმანეთის სიძლიერეზე და წარმატებაზე გახართ. ჩვენ ვაღიარებთ. მე მაგალითად მძულს კორუფციაზე სიუჟეტის გაკეთება და ეკონომიკას და აი ამ რაღაცა სქემებზე და ყოველთვის ველოდები ანდრონიკაშვილის და ჩიხლაძის სიუჟეტებს, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა დიდ ამბავს გახეთქავენ რა. ანუ ყველას თავისი მიმართულება აქვს და ჩვენ აუცილებლად, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ერთმანეთის სიძლიერეს და გულშემატკივრობთ ყოველთვის. მართლა ეგ არის საბოლოო ჯამში შაბათის წარმატების ამბავი, რომ ჩვენ ერთმანეთს გულშემატკივრობთ და ერთმანეთი გვიყვარს რა და გვიხარია ერთმანეთის წარმატება, იმიტომ რომ ნატა ქაჯაიას წარმატება არის ჩემი წარმატებაც, რა, იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთობა ყოველთვის შედეგს რა თქმა უნდა და დაძაბულს. სხვანაირად წარმოუდგენელია რომ აკეთო ის გადაცემა, რასაც ჩვენ მარიამ, როცა დაძაბულ გარემოში ხარ. როგორია ოჯახის რეაქცია? ხო, ოჯახის რეაქცია უძიმესი. ანუ ძიმე. დედა რა შვება ამ? ვერაფრით ამდენი წელია ამ პროფესიაში ვარ და როცა შემთხვევის ადგილზე ვარ ან დარბევის ეპიცენტრში, ყოველთვის მირეკავს დედა. დედა წამოდი, დადე მიკროფონი. ანუ აი ამდენი წლის განმავლობაში დედა ჩემი ვერაფრით ვერ მიეჩვია, რომ მე იმ დროს არ უნდა დამირეკოს. მე ნერვიულობ ხოლმე, იმიტომ რომ ბლოკავ, როდესაც დარბევა ან რაღაც უბედურება ხდება. მე ხო, იმიტომ რომ მირეკავს, რომ ამოდი ან რაღაცა ჯგუფში ჩვენ 5 დაძმანი ვართ და რაღაცა ჯგუფში მირეკავენ რომ ეხლა გადარჩი და ხო აი სულ მიკვირს რა ეხლა ალბათ რომ მიყურებს კიდე გაბრაზდება ჩემზე რა ვერაფრით ვერ მიეჩვია რომ მე უნდა ვიყო შემთხვევის ადგილზე სხვა შორის როდესაც დაზიანება მომაყენეს არ იყო საქართველოში და პირდაპირ ეთერში უყურა ამ ყველაფერს ხო და ეს იყო მისთვის უდიდესი შოკი ანუ ოჯახის წევრები დღემდე ნერვიულობენ უკიდურესად
მაგრამ მე ჩემი პროფესია მიყვარს და ცოტა ეგოისტი ვარ მაგ ამბავში. სოციალურ ქსელში ბოლო შემთხვევაც კი მახსოვს როგორი იყო გახმაურებული. როგორი რეაქცია გაქვს აი ამ ბულინგზე და აი ამ იცით რა არის? ეს ბოტების და ტროლების ქარხანა არის აი ამ ქართული ოცნების ხელწერა რა. მაგათმა შექმნეს ეს რაღაცა ეს რა ქვია, ონლაინ დაჯგუფებები, რომლებიც თავს გესხმიან რა. სიმართლე გითხრათ, მე არ ვკითხულობ ამ კომენტარებს. კითხულობენ ჩემი ოჯახის წევრები. როდესაც ეხებიან ოჯახის წევრებს, ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული. იგივე ჩემს ძმას ერთადერთი ძმა მყავს, რომელიც მიყვარს ყველაზე მეტად, ვამაყობ ყველაზე მეტად და ანუ პრობლემები ცხოვრებაში ნებისმიერ არავინ არ იცის ხვალ ვის რა დაგვემართება რა. მართლა მე ყოველთვის ვფიქრობ ამაზე. და იგივე აი რაღაცა ეს ტროლ ბოტების ორგანიზებული შეტევა ოჯახის წევრებს. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე არის ხოლმე და ასეთი იყო ბოლო შემთხვევაც რა. მაგრამ მე დასამალი არაფერი არ მაქვს საერთოდ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება რაღაც მოხდეს დროებით. რაღაცები არ იყოს ისე როგორც გვინდა, მაგრამ კომპრომატი ჩემს წინააღმდეგ, ჩემი ერთადერთი ძმა და საერთოდ ვერავინ ვერ გახდება რა. შესაბამისად ეს არის რაღაცა ბოროტების მანქანა, რომელსაც უნდა რომ დემორალიზება მოახდინოს შენი რა, იმიტომ რომ მას არ მოსწონხარ. თავარია რომ ამ ყველაფერმა შენ უკან არ დაგახევინოს რა და ზუსტად ეგ ფუნქციაც ეგ არის ალბათ. ხო, მათი მიზანი ხო ეს. თუმცა იყო მიზანი. სინამდვილეში, ხო, აუცილებლად. და შენგან სწორი რეაქცია დახვდა ხო? კი, აუცილებლად მე ვპასუხობ ყოველთვის ადამიანებს და მართლა დასამალი არ მაქვს. როცა რაღაცა სისტემა ცდილობს, რომ შენს წინააღმდეგ კომპრომატი იყოს შენი საყვარელი ადამიანი, ან შენი ოჯახის წევრი, ან შენი მეგობარი, ეს არის სიგიჟე ჩემი აზრით რა. ხო და შესაბამისად ამ ყველაფერს პასუხი ყოველთვის მოყვება. ხოლმე ჩემი ძმა მიყურებს ახლა და დიდი სიყვარულით მოვიკითხავ აუცილებლად რა. მოვიკითხოთ შენი ძმა. აუცილებლად. ყველაზე რთული დღე თუ გახსოვს პროფესიაში? ყველაზე რთული დღე, კი, მახსოვს. ეს იყო იმ არხიდან წამოსვლა, სადაც მე ბევრი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. რუსთავიორი. კი, ეს იყო ყველაზე რთული დღე იმ შენობიდან გამოსვლა. ხო, ეს იყო, ანუ იცით რა არის? აი ამ ხელისუფლებამ რაღაცნაირად გაანადგურა ამ ქვეყანაში რაც კი არსებობს. აი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში კურიერის ხმა რომ ესმოდა, გული მიჩქარდებოდა, რეაქცია აღარ მაქვს, იმიტომ რომ აღარ ვუყურებ რა, აღარ მაინტერესებს უბრალოდ. ანუ ეგ იყო პროფესიულად მძიმე დღეები ყოფილა გადასაღებ მოედანზე რა, როდესაც ხედავ რომ აი რაღაცა ადამიანებს ცემენ შენს თვალწინ, არბევენ და შენ ამ ყველაფრის ჩვენ ვაშუქებდით ამ ყველაფერს, მაგრამ სხვა არაფერი არ შეგიძლია რა. სხვა საერთოდ არაფერი არ შეგიძლია და ასეთი დღეები ყოფილა ძალიან ბევრი. მძიმე დღეები ამ ქვეყანაში ჩვენთვის და ამ ხალხისთვის, რა ვიცი, მე მგონი ყოველდღია. არიან შენი კოლეგები, ვის იქმედებებისაც როგორ გითხრა, არ ვიცი, პროპაგანდისტებს გულისხმობთ. წყინს, აი მწყინს. და რატომ იცით? ართლი რომ სწორედ იქცევა. ხო, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ადამიანები არჩევანს თავად აკეთებენ. ან მორალისტი არ ვარ, რომ ვიღაცებს რაღაცებს უასწავლო. ხო, არა, მართლა არა, ეს მათი არჩევანია, უბრალოდ ჩემთვის სამწუხაროა და იცით რატომ? მე მაგალითად ხვდები, რომ რაღაცა უბსკრულში თუ მივდივართ და თუ გადავიჩეხებით, იმ უბსკრულში იდენტიფიცირება შენ რადიკალი იყავი თუ პროპაგანდისტი, მათ მიერ რადიკალად შერაცხული, მე მნიშვნელობა არ ექნება. იმიტომ რომ ეს ქვეყანა გადაიჩეხება იმ უბსკრულში და იმ უბსკრულში ერთად აღმოჩნდებით ჩვენ ყველა და უბრალოდ მინდა რომ ეს გაიაზრონ ადამიანებმა, სხვა არაფერი. რომელი მიკროფონი გვიჭირავს ხელში იმ უბსკრულში, ამის იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება, ისეთი გვიანი იქნება, სხვა არაფერი. მე უბრალოდ არ მინდა რომ ვიყო ვინმეს პროპაგანდისტი და მორჩილი და მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ჩემმა კოლეგებმა ვინც დღეს ყველაფერს კადრულობს, ასე აირჩია და ეს მათი გადაწყვეტილება. მე ამ პროფესიის გამო
არასდროს არ ვიკადრებ ყველაფერს რა. ჩემი მთავარი ამბავი ეს არის. ქუჩაში ხალხის დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია? ემოციურად რას გაძლევს პროფესია? აუ, ძალიან ბევრ რამეს, ყველაზე დიდ მოტივაციას. იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის აი, როდესაც ქუჩაში ვიღაც ადამიანი მეუბნება, რომ უყურა ჩემს რეპორტაჟს, ნახა რაღაც ჩემი ინტერვიუ მრცხვენი, ანუ ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა ბედნიერებაა რა და ყოველთვის მიკვირს ხოლმე ადამიანების, იგივე ჟურნალისტების ან ადამიანების რომ ამბობენ, რომ აი შეწუხდნენ რაღაც და არ ვწუხდები. ყველას ერთი სიტყვაც კი, თუნდაც მოწერილი სოციალურ ქსელში ვკითხულობ ყველა მესიჯს, გზავნილს. ჩემთვის უფრო გაძლიერებს და გაძლევს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია, რომ რაღაცას ვაკეთებ რა. ვიღაცას ვეიმედები. აი, ჩემი მობილურის ნომერიც კი იცის ყველამ საერთოდ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს მართლა რაც კი შემიძლია და ჩვენ მართლა ასე ვართ, ნებისმიერ დროს ვპასუხობ ყველა ზარს, იმიტომ რომ მე არ ვიცი ვის როდის დავჭირდები და რაში. შესაბამისად, აი ეს დამოკიდებულება ადამიანების არის ყველაზე დიდი ჯილდო, რაც კი შეიძლება მიიღო ამ პროფესიაში და აი ამის გააზრება და შეგრძნება არის ყველაზე კარგი რაღაც გულწრფელად გეუბნებით რა. სასიამოვნო და საჭიროც. ხო. თავისუფლება რა არის? რომ შენი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა გქონდეს ყველგან. ანუ ჩვენც იგივე შაბათს ეთერში გვაქვს ხოლმე განსხვავებული პოზიციები და ჩემი არჩევანი ეს გადაცემა მართლა იმიტომ არის, რომ ჩვენ მე ყოველთვის შემიძლია ვთქვა, რაც არ მომწონს, არ მომწონებია და მიმღებლობა ამ ყველაფრის უნდა გქონდეს ადამიანს და თუ ეს არ გაქვს, მაშინ ძიმე მდგომარეობაში ხარ. საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის ჩემს ეგ არის თავისუფლება, რომ ყოველთვის და ასევე ის რომ შენი პოზიცია უნდა გქონდეს ყველაფერზე. ეს ჩემი საქმე არ არის და ეს მე არ მეხება. ეს ჩემს ძალიან მიუღებელია რა. კი უნდა გქონდეს შენი აზრი და თავისუფლება ეგეც არის. რომ არ შეგეშინდეს ამის რა. პირადი ცხოვრებისთვის რამდენად გრჩება დრო? იცით რა არის, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, მრჩება რა და ისე მოხდა, რომ დამრჩა ამ პირადი ცხოვრებისთვის დრო. ანუ ისე დაალაგდა, რომ პირადი ცხოვრებისთვის რაღაცნაირად დრო გამოვნახეთ. ნაყოფიერად გამოიყენე. მელაძის რეპრესიების მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, ხო, რაღაცნაირად პირადი ცხოვრება. მე მოკლედ რა ადამიანს რაც გინდა ყოველთვის აკეთებ. აუცილებლად ხო და მე ეს მჯერა, დავიჯერე და შესაბამისად სულ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ ძალიან კარგი სიახლე შენს ცხოვრებაში. კი ბატონო. რისთვის ემზადები შენი ტყვი თუ მე ვთქვა? ეს უკვე შანტაჟია. ხო, ვემზადები, სხვა ეს წელი იქნება ჩემთვის რაღაცა განსაკუთრებული წელი. იმიტომ რომ რაღაცა სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია. შესაბამისად ვემზადები რა ახალი გამოწვევებისთვის. ემზადები ერთი წუთით. რისთვისაც შენ ემზადები? ეს გამოგადგება. ანუ ეს იდენტიფიცირება მოგიწევს. ცირედი საჩუქარი. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეს გამოგადგება. საწოვარა, საჩხაკუნო. კი ბატონო, დიდი მადლობა. ღმერთმა ბედნიერი დედა მადლობა. უღრმესი მადლობა. მადლობა. ეხლა თქვი რა შეგრძნება ეს? იცით რა არის, ჯერ ცოტა დაბნეული ვარ, მაგრამ უკვე იყო ამ ყველაფრის დრო და შესაბამისად ვემზადებ და მაინტერესებს. ანუ ცოტას ნერვიულობ, იმიტომ რომ რაღაცა პირველია და ჯერ არ იცი. რა თქმა უნდა. ხო და მეგეთქვი, ეს არის ყველაზე მაგარი შეგრძნება, ყველაზე მაგარი
თუ კი რამ შეიძლება ქალმა გააკეთოს ქვეყანაზე და ყველაზე მაგარი სიყვარული გელოდება წინ. კი ბატონო და ველოდები დიდი მოლოდინებით ვართ. მოკლედ ახსავსე და ნახოთ. ჯერ ალბათ გაგიჭირდება ამის თქმა, მაგრამ შენს პროფესიაზე ხო არ მოახდენს გავლენას? არავითარ შემთხვევაში. არა, არ გადაგიქაჩავს ბავშვი. არა, არ გადამიქაჩავს, იმიტომ რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. მაყურებელს თავს არ მოვანატრებ. არა, მაყურებელს თავს არ მოვანატრებ არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს პროფესია ჩემი ცხოვრების ნაწილია და შესაბამისად მე არ ვაპირებ, რომ თავი მოვანატრო მაყურებელს და ქართულ ოცნებას. შესაბამისად აუცილებლად ეკრანზე ვიქნები და ჩემს პროფესიულ საქმიანობას გავაგრძელებ. ძალიან კარგი. ცხოვრებაში რა არის მთავარი ახლა ეს მითხრა? სიყვარული საბოლოო ჯამში რა ეს პირადი ცხოვრება იქნება თუ პროფესიული ამბავი და მე ძალიან გამიმართლა ამ ამბავში. იმიტომ რომ ხო, სიყვარული გაკეთებინებს ყველაფერს. გამოძრავებს და ასე შემდეგ. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა პროფესიულიც და ისეც და შესაბამისად თავარი არის სიყვარული. და პროფესიულიც როცა გიმართლებს არის ეს ბედნიერება. ხო, ამ ეტაპზე ასეა. ყველა ეტაპზე გისურვებ რომ ასე იყოს. მადლობა. და ჩემი გადაცემის ბოლო შეკითხვა. შენი ცხოვრების მთავარი ამბავი რა არის? ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი? ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, რომ გეკითხათ ცოტა ხნის წინ. იყო ეს ჩემი პროფესია და ახლა სხვა ამბავს ველოდები. ხო, ახლა ველოდები სხვა ამბავს და თავარი ამბავი ჩემი ცხოვრების ხო ამ ეტაპზე მოლოდინია რა, რომელსაც უდიდესი ინტერესით, სიყვარულით ველოდები და შესაბამისად ეს არის ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. ბიჭი თუ გოგო არ თქვათ? არა. არა. საიდუმლო, იმიტომ აი ნახე როგორი ნეიტრალური. ხო, შესაგი. სწორად შეგირჩევია. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, მადლობა სტუმრობისთვის, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. საინტერესო საუბრის წარმატებებს გისურვებ პროფესიაშიც. ბედნიერი დედა ყოფილიყავი, ბედნიერი პირადი ცხოვრება და ყველაფერი საუკეთესო. მადლობა თქვენ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს მომავალ კვირამდე ვემშვიდობები და შევახსენებ, რომ გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად.